მეგობრებო, მოგესალმებით. ვინაიდან ძალიან ბევრი შეკითხვა შემომდის მესენჯერში რუნებთან დაკავშირებით, გადავწყვიტე ჩავწერო მოკლე ინფორმაციული ვიდეო რუნებთან დაკავშირებით და გაგიზიაროთ ჩემი პირადი გამოცდილება და ცოდნა ამ თემასთან მიმართებაში. რუნები ეს არის უძველესი ამბანი, რომელსაც იყენებდნენ ძველი გერმანიკული და სკანდინავიური ტომები. ამავდროულად რუნები დაკავშირებულნი არიან უძველეს ღმერთებთან და კოსმიურ ძალებთან. რუნებს აქვს თავისი ისტორია, თავისი ფონეტიკური ჟღერადობა, კოსმიური დატვირთვა და ბუნებრივია თავისი ისტორია. შესაბამისად, მათთან კავშირი ნიშნავს უძველეს ღმერთებთან და კოსმიურ ენერგიებთან კავშირზე გასვლას, მათთვის დახმარების თხოვნას, შესაბამისი მსახურების შეთავაზების სანაცვლოდ. შესაბამისად, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არ იცნობს სკანდინავიურ მითოსს, არ იცნობს ჩრდილოურ მაგიას, სკანდინავიურ საგებსა და პოემებს და მხოლოდ მერკანტილური მიზნების დაკმაყოფილებისთვის იწყებს რუნების დახატვას. მხოლოდ ფინანსური, ასე ვთქვათ, მოგების და მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. მე ასეთ მიდგომას შევადარებდი ისეთ მოცემულობას, როდესაც ადამიანი მიდის და აკაკუნებს სრულიად უცნობი ადამიანის სახლის კარზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისაც ასეთი ინტერესები და მიდგომები გაქვთ რუნებთან დაკავშირებით, გაგიღებთ ეს ადამიანის სახლის კარს და მით უფრო დაგეხმარებათ? იქნებ თქვენს მიმართ საერთოდაც მტრული დამოკიდებულება აქვს. ყველაზე უკეთესი, რაც შეიძლება ასეთ დროს მოხდეს, ალბათ დაიგნორებაა. მაგრამ უარესი ის, რომ ასეთ დროს ადამიანის ცხოვრებაში იწყება პრობლემების კასკადი. სირთულეები შეიძლება გამოიხატოს ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური აშლილობებით, ფინანსური პრობლემებით, პირადი პარტნიორული ურთიერთობების ნგრევით დასრულებული. რასაც დასთეს ადამიანი, იმას მოიმკის. ამიტომ ჯერ დათესეთ, ისწავლეთ, იშრომეთ, დაუთმეთ თქვენი ცხოვრების წლები, უფრო მეტიც 10 წლეულები რუნების შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ თქვენს მიერ დახატული რუნები შეისხავენ ხორცს და ჩადგებიან თქვენს სამსახურში. მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ ეს არ არის თქვენი ცხოვრებისეული გზა და შესაბამისად ვერ დაუთმობთ ყველაზე მნიშვნელოვანს და ძვირფას, რაც აქვს ადამიანს, თქვენს დროს, თქვენს წლებს, რუნებთან მუშაობას, მაგრამ გსურთ ამავდროულად, რომ მიიღოთ დახმარება რუნებისგან, ასეთ დროს თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალ რუნოლოგს, რომელსაც აქვს სწორი და გააზრებული ხედვები რუნებთან მიმართებაში და რომლის ცხოვრებისეული გზა და არჩევანიც დაკავშირებულია რუნულ ეგრეგორში მსახურებისთვის. მაგრამ ეს მსახურებას არ ვამბობ მონური და რაღაცნაირი შიშის მდგომარეობიდან მუშაობას, ხო? ეს მსახურება არის ღირსეული ადამიანის, მცოდნი ადამიანის პოზიციიდან გაღებული მსხვერპლი ჭყალებში, გაღებული მსხვერპლი იმ ცოდნისთვის, იმ ძალებისთვის, რომლებსაც იძლევიან რუნები მათთან სწორი ინტერაქციის შემთხვევაში. ამიტომ ისე რომ არ მოხდეს, როგორც ამ ადამიანის ცხოვრებაში, რომლის მონაწერიც სკრინად მაქვს გამოდანილი ვიდეოზე და მომისმენია უფრო მძიმე ისტორიებიც, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები რუნებთან მიმართებაში, ხოლო უფრო მეტ ეზოთერულ კონტენტზე, პოსტებზე თუ ვიდეო ჩართვებზე ცდომისთვის გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რათა არ გამოგრჩეთ განახლებები და ასევე შემოგვიერთდით ეზოთერულ ჯგუფში, რომლის ლინკსაც დაგიტოვებთ კომენტარების ველში. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.